სისხლის გატუტიანება მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენაა. ადამიანები ამბობენ პირველი, რომ სიმსივნეს უყვარს მჟავა გარემო და თუ მჟავისკენაა გადახრილი სისხლი, სიმსივნე ადვილად მრავლდება და თუ გავატუტიანებთ, სიმსივნის გამრავლებას ხელს შეუშვით. პოტენციურზეც რა, შეიძლება ჯამშილი იყოს ადამიანი, მაგრამ ატუტიანებს სისხლს იმის იმედით, რომ სიმსივნე არ განვითარდება. მეორე მთავარი არგუმენტი არის ხოლმე, რომ ძვლები. ან ძვლები იშლება თუ მჟავა გარემოსკენაა გადახრილი სისხლი და ადამიანს ძვლები უსუსტება და ძვლები ეშლება, იმიტომ რომ კალციუმი გამოდის, რატო ძვლები მოქმედებს როგორც ბუფერი, ცდილობს ძვლები რომ გაანეიტრალოს ეს მჟავა და კალციუმი გამოდის ძვლებისგან და ძვლები სუსტდება, ძვლების მასას კარგავს ადამიანი და მეორე მოტეხილობების რისკი იზრდება. და მესამე არგუმენტი არის ასეთ დროს, რომ თუ კი მჟავისკენ არის გადახრილი სისხლი, ასეთ დროს თირკმელები ზიანდება, თირკმელებში კენჭები ჩნდება და მეორე ადამიანებს მართლაც თირკმლის ქრონიკული დაავადება. ეხლა სად არის სიმართლე? სიმართლე არის ეს, რომ ჩვენი ორგანიზმი მუდმივად ინარჩუნებს მჟავიანობას ერთ დონეზე. საუბარია სისხლზე, რა თქმა უნდა, თორემ კუჭის მჟავიანობა სხვა არის, პირის ღრუში მჟავიანობა სხვა არის, შარდის მჟავიანობა სხვა არის, მაგრამ როცა ორგანიზმს საუბრობთ ხოლმე სისხლში და ქსოვილებში რა ხდება? ორგანიზმში მუდმივად ნარჩუნდება მჟავა-ტუტოვანი ბალანსი ერთ დონეზე. ძალიან მცირე ვარირებით სინამდვილე ეს არის. რაზე ახლა საუბარია? წყალი ვთქვათ, წყალი რო ჩაასხათ, წყალი იცი რომ არის ნეიტრალური, ხო? არც მჟავა არ არის და არც ტუტე არ არის და არსებობს აი მჟავე რაღაცები რაც არის, აი ის ასოციაციას ტოვებს რომ არის მჟავა უმეტესად და მჟავის საპირწონე არის ტუტე. და ესენი მუდმივად ერთმანეთში იბრძვიან, მოკლედ ან მჟავა და ტუტე ერთმანეთს ცდილობენ რომ გაანეიტრალონ და ჯამში ჩვენი სისხლი არის განეიტრალურებულთან ახლოს, მოკლედ დაახლოებით 7.35-დან 7.45-მდე და ამ დიაპაზონში მოკლედ ორგანიზმი თუ აცდება ან ჩაცდება ამ დონეს, ან თუ კი მჟავიანობა იქნება მაღალი, ან თუ ტუტიანობა იქნება მაღალი ორგანიზმში, ორგანიზმი მოკვდება. ამიტომ ჩვენს ორგანიზმს აქვს ძალიან ძლიერი დაცვითი ფუნქციები და ეს დაცვითი ფუნქციებია სამი ძირითადად. ერთი არის სუნთქვა. ჩვენ როცა ვსუნთქავთ, ამოვისუნთქავთ ნახშირორჟანგს და ეს ნახშირორჟანგს რომ ამოვისუნთქავთ, ბიკარბონატის წარმოქმნას უწყობს ხელს, მოკლედ და ანეიტრალებს მჟავას. ან ყოველი ამოსუნთქვა მოკლედ არის მჟავისგან ნეიტრალება. ეს ერთი რაც ხდება ჩვენს ორგანიზმში. მეორე არის რომ ჩვენს ორგანიზმს გააჩნია ბუფერული უნარები, ანუ ბიკარბონატი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში არსებობს და ებრძვის მჟავას, რომ ზედმეტი მჟავა არ წარმოიქმნას ბუნებრივად. და მესამე გზა არის თირკმელები. მაინც თუ ბევრ მჟავას მიიღებ, მოკლედ თირკმელები ცდილობს რომ გაასუფთავოს მჟავისგან ჩვენი ორგანიზმი. ახლა შემდეგი კითხვა არის ლოგიკური, რომ როგორ ვიღებთ სიამოვნებაში მჟავას, ანუ რა მჟავას ხოლმე პირდაპირ არ ვჭამთ. და არც ბევრი საკვები, რასაც ყოველდღე ვჭამთ, არა მჟავე სინამდვილეში და ჩვენ შეიძლება დაგვჭირს ჩავიწლება, რომ მჟავას დიდი რაოდენობით არ ვიღებთ, მაგრამ იყოს საპირისპიროდ. რატომ? მაგალითად, ხორცი, ყველი, თევზი, კვერცხი, თეთრი პური, ბრინჯი, ეს ყველაფერი ჯამში მჟავიანობა წარმოიქმნება და მჟავად გარდაიქმნება. აზრი ახლა ეს არის, რომ ზემოჩამოთვლილი უმეტესად ხორცები განსაკუთრებით შეიცავენ ამინომჟავებს და ეს ამინომჟავები რო იშლება, სხვა მჟავები წარმოიქმნება, მათ შორის გოგირდის ოქსიდაცია ხდება და მისგან წარმოიქმნება მჟავა, მათ შორის ფოსფორმჟავა და ასე. ან სხვა მჟავები წარმოიქმნება და ამ მჟავებს ჭირდება განეიტრალება ჩვენს ორგანიზმში. და ანუ ესე იგი ეს საკვები, იგივე ხორცეული ძირითადად, ყველეული, განსაკუთრებით მაგარი ყველი, კვერცხი, თეთრი პური და პურეულობა, ყველაფერი მჟავას ქმნიან. ამ მჟავას ჭირდება განეიტრალება. კი, სუნთქვით შეიძლება რომ თქვა, რომ სუნთქვას ავაჩქარებ, მოდი და მეტი ბიკარბონატი წარმოიქმნება და ისა გავანეიტრალებ ამ მჟავებს, მაგრამ ესე არ არის, იმიტომ რომ ეს სუნთქვით განეიტრალებული მჟავა აკეთებს ნახევარსაქმეს. ამიტომ თუ ვიღაცა გეტყვით რომ ის სუნთქვა აჩქარე და გატუტიანებ ორგანიზმსო, ნახევრად სიმართლე იქნება. ან ყველაზე მთავარი რაც არის, იმ გოგირდს და იმ ფოსფორს ვერ გამოდევნის ორგანიზმიდან ამოსუნთქვა, მაგას ჭირდება თირკმელები და თირკმელებისთვის ეგ მაინც დიდი სტრესია. ან თირკმელებს უწევთ მუშაობა ყველაზე მთავარი საქმის გაკეთების, მოკლედ იმისთვის, რომ ჩვენ ორგანიზმში ეს ბევრი მჟავა არ წარმოიქმნას და ამიტომ არის, რომ ასეთ საკვებს როცა ვიღებთ, ჩვენ ორგანიზმს უწევს ბრძოლა იმისთვის, რომ მჟავიანობამ არ მოიმატოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სისხლში მაინც სტაბილურად შენარჩუნდება მჟავა-ტუტოვანი ბალანსი. ეხლა ერთ დღეში ან ორ დღეში რამეს გააკეთებს თუ არა, არაფერს საერთოდ. შეიძლება ერთი წელიც ჭამოს ადამიანმა ესეთი მჟავიანობის ამწევი საჭმელები და არაფერი არ მოხდეს ორგანიზმში, არაფერი არ შეიცვალოს და ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს თავისწლება, რომ არაფერსაც არ აშავებს ამებს ჭამა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. სინამდვილეში თირკმელები ზედმეტად იწვრთება, თირკმელები 55 წლის ზევით ისედაც სულ იდეალური ჯანმრთელობა გქონდეს და იდეალური ორგანიზმი გქონდეს, მაინც იკლებს, წელიწადში დაახლოებით 1%-ით ფუნქციას კარგავს. შესაბამისად
ზოგადად თირკმელები ფუნქცია დაკარგული, მით უმეტეს თუ კი არაჯანსაღად იკვებება ადამიანი, პროცესირებულ ხორცს განსაკუთრებით ბევრს იღებს და ყველეულს და კვერცხეულს, მისი თირკმელებისთვის ეს დიდი დატვირთვაა და თირკმელებს თუ ნორმალურად არ უმუშავებს ადამიანს, ეს მჟავა ორგანიზმში ნამდვილად შეიძლება დაგროვდეს და ამიტომ არის ხოლმე ზუსტად რომ იმ ადამიანებს, რომელსაც თირკმელების პრობლემები აქვს, ურჩევენ ისეთი საკვების მიღებას, რომელიც აი ამ მჟავიანობას არ ზრდის და ქულები აქვს. ერთ-ერთი მაგალითად აი ყველი ერთ-ერთი ყველაზე მაღალქულიანი მჟავიანობის გამომწვევია ხორცეულობაც მათ შორის და რაც უფრო მაგარია ყველი, მით უფრო მეტად იწვევს ორგანიზმში მჟავიანობას. კვერცხიც ერთ-ერთი ძლიერია. ასევე კოლა და ისინი პეპსი და ესეთი სასმელები რაც არის, ეგენ ფოსფორ მჟავას შეიცავს და მაგრამ ეგენი ისეთი ძლიერი მჟავიანობის გამომწვევები არ არიან, მაგრამ ცოტათი ასოცირებული არიან თირკმელში ქვების განვითარებასთან. ანუ ისეთი კატასტროფა არ არის ხა პეპსის დალევა იმის რაღაც მჟავიანობა ავარდეს ზევით, მაგრამ რისკს ზრდის დაახლოებით 25% თირკმელებში ქვების განვითარების, კენჭების განვითარების. ამიტომ ყურადღება მისაქცევია, ვინც ბევრს სვამს. და აქედან იწყება მთავარი კითხვა. მაინც როგორ გავატუტიანთ ორგანიზმი? ამ კითხვაზე მთავარი პასუხი არის, რომ ჩვენს ორგანიზმს როგორც წესი სპეციფიურად წამლებით გატუტიანება არ ჭირდება, თუ ადამიანი ზოგადად ჯანმრთელია. ადამიანი იდეალურად ინარჩუნებს ამჟავად ამ ბალანსს, თუმცა არსებობს რაღაცეები ნამდვილად და სამ რამეს გამოყოფდი ამ შემთხვევაში, რაც მართლა ატუტიანებს სისხლს, ყოველ შემთხვევაში ეხმარება რაღაც დონეზე. ხო, სისხლს ატუტიანებს ხმავაღალი ნათქვამია, როგორც გითხარით, სისხლი მუდმივად ერთ დონეზეა. ძალიან მცირედ ვარირებს. მაგრამ მჟავადტოტოვანი ბალანსი თანაბრად არის სისხლში, ამიტომ სისხლზე პირდაპირ ბევრი რამე არ მოქმედებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ლიმონიანი წყალი. ლიმონიანი წყალი, ხო, მჟავეა ლიმონი და ვიცით რომ მჟავე გემოსტოვებს, კუჭსაც შეიძლება აღიზიანებდეს ეს მჟავა და შესაბამისად მჟავას ვსვავთ და რანაირად ატუტიანებს, ესეთი ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ ახასიათებს ნამდვილად ლიმონიან წყალს, ან ლიმონს თვითონ ზოგადად ციტრუსებს, რადგან ციტრატებს შეიცავენ და ციტრატები ნამდვილად ატუტიანებენ შარდს, სისხლს ნაკლებად, მაგრამ შარდს. ამ რაღაც დონეზე ჯამში თირკმელებს ეხმარებიან, განსაკუთრებით თუ შარდის მჟავიანობა მომატებულია, ანეიტრალებენ მოკლედ და ამ ხრივ ცუდი არ არის ნამდვილად და ლიმონიანი წყლის თავარი უპირატესობაც ეგაა, რომ შარდს ატუტიანებს და თირკმელებს რაღაც დონეზე იცავს, განსაკუთრებით კენჭებისგან, ანუ კენჭების, იმიტომ რომ კენჭები ვითარდება მჟავა გარემოში კარგად, როცა შარდის მჟავიანობა მაღალია, კენჭები უკეთესად ვითარდება და თან კიდე მეორე არის, რომ ეს ციტრატი უკავშირდება. და მეორე ის აქვს კიდე ციტრატებს, რომ ციტრატი უკავშირდება კალციუმს შარდში და წარმოქმნის კალციუმის და ციტრატის კომპლექსებს და შესაბამისად კალციუმ ოქსალატის კომპლექსი აღარ წარმოიქმნება და თირკმლის კენჭები აღარ ვითარდება. ეს არის, ამიტომ ლიმონიან წყალს აქვს რეალურად თავისი როლი. მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, მაგრამ უფრო საყურადღებო არის სოდიანი წყალი. ხო, სოდა არის ბიკარბონატი რეალურად, იცით, ნატრიუმის ბიკარბონატი და შეიძლება თქვას ადამიანმა მოდი სოდას დავლე, პირდაპირ ბიკარბონატი ხომ არის ეს და სისხლს გავატუტიანებ და აი მანდ არის ძალიან ისეთი სიმართლე საჭირო, რაც უნდა ვიცოდეთ, რომ კი, სოდიანი წყალი სისხლს ატუტიანებს ნამდვილად, მაგრამ ქმნის პრობლემებს, ანუ დოზას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეს ერთი და მეორეც ეს ერთი ჩვეულებრივ ჯანმრთელ ადამიანს არ ჭირდება. ჩვეულებრივ ჯანმრთელ ადამიანში პირიქით შეიძლება, მან არის დანის წვერზე სიარულივით სოდის მიღება იმისთვის, რომ სისხლი გაატუტიანო, არასერიოზული დამოკიდებულება, ამიტომ არასამედიცინო მიზნით რეკომენდირებული არ არის სოდიანი წყლის დალევა იმისთვის, რომ სისხლი გავატუტიანოთ, რადგან უსაფრთხოება არ აქვს მაღალი, მათ შორის, ანუ გულისთვის შეიძლება გულს ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნას, ამიტომ არ შეიძლება სოდიანი წყლის მიღება. ნატრიუმის ციტრატი არის კი, რომელიც ატუტიანებს და რომელსაც იგივე ეფექტი აქვს რეალურად. ეხლა ეს სოდას და ნატრიუმის ციტრატს რატო ვამბობთ, რა დროს იყენებენ? იყენებენ, როცა ადამიანებს აქვს სერიოზული თირკმლის დაავადება და როცა სისხლში აი ეს მჟავა პროდუქტები მეტად გროვდება და თირკმელი ვერ უმკლავდება, ამ დროს იყენებენ ხოლმე კი, ანუ ბიკარბონატსაც და ნატრიუმის ციტრატსაც, იმისთვის რომ თირკმელი დაიცვან და თირკმლის დაზიანება შემცირდეს. მაგრამ ჯანმრთელ ადამიანებს, ან ზოგადად ადამიანებს, ვისაც თირკმლის კონკრეტული პრობლემა არ აქვს, ასეთი სახალხო რეცეპტების მიღება არ ჭირდება, რადგან რისკი შემცველია. აი ეს არის მთავარი გზავნილი რეალურად, რაც აქედან უნდა ვიცოდეთ. და ახლა ვთქვათ, რა არის გამატუტიანებელი
საკვები. აქაა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ზოგადად ის რომ ძლიერი გამატუტიანებელი არ ნიშნავს იმას, რომ იმას ადამიანი მიიღებს საკმარისი რაოდენობით. მაგალითად, მწვანილები საკმაოდ ძლიერად ატუტიანებს, მაგრამ მწვანილების იმ რაოდენობით მიიღება, რომ აზრი კონდეს, როგორც გამატუტიანებელი და დამხმარე საშუალება ორგანიზმისთვის, ძნელია, შესაბამისად ზოგადად მიჩნეულია, რომ ჯობია რომ ხილი და ბოსტნეული შეჭამო და კონკრეტულ ტუტიანობას არ უყურო, უბრალოდ ბევრი ხილი და ბოსტნეული შეჭამო, შენი კვების რაციონი იყოს მდიდარი ხილი და ბოსტნეულით, ვიდრე ის რომ კონკრეტულ საკვებს ვსდიო, რომელიც შეიძლება მეტად ატუტიანებს, მაგრამ ძნელი საჭმელია შედარებით დიდი რაოდენობით. მაგალითად, ამიდორი არის ერთ-ერთი საუკეთესო. ბანანი, გარგარი, ისპანახი, კარტოფილი, ფორთოხალი, მწვანე რაცაა ყველაფერი. მწვანე რასაც ნახავ ბოსტნეულს ყველაფერი ატუტიანებს, მოკლედ 90% ატუტიანებს და მათ შორის კარტოფილს ატუტიანებს. და პამიდორი ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკულია, ანუ შეგიძლია შეჭამო ბევრი და მიიღო ძალიან ცოტა კალორია და თან ატუტიანებს. შესაბამისად პამიდორი ერთ-ერთი საუკეთესოა. და ჯამურად რომ ვთქვათ, ის მჟავიანობა, რასაც შენ იღებ ყოველდღიურობაში, არ საჭიროებს კონკრეტულ წამალს, რომელთაც შეიძლება რომ გაატუტიანო სისხლი. არ საჭიროებს სოდას, რომელთაც შეგიძლია გაატუტიანო სისხლი. ასევე საკვები, რომელიც ყოველდღიურად შეგიძლია მიიღო, და ეს არის მაგალითად ხილი და ბოსტნეული და ხილი და ბოსტნეულის მდიდარი კვება და რაციონი გქონდეს და ეს საკმარისი რაოდენობით გაატუტიანებს შენს ორგანიზმს. ის ილუზია, რომ სიმსივნე უტე გარემოში ვერ გადარჩება და სიმსივნისგან ვიცავთ ორგანიზმს არ არის სწორი, რადგან ჯერ ერთი რომ ჩვენ ვერ შევცვლით სისხლის pH-ს ისე რომ ორგანიზმს არ ვავნოთ და თან ვავნოთ სიმსივნურ უჯრედებს, ეს ძალიან ძნელი და ან შეუძლებელია. მეორეც რომ სიმსივნისთვის ხელსაყრელი პირობა იმიტომ კი არ არის ეს მჟავა, რომ მჟავიან გარემოში სიმსივნე იბადება. არამედ იმიტომ, რომ სიმსივნური უჯრედები თვითონ გამოყოფენ მეტაბოლიტებს, რომელიც იმ გარემოს ამჟავებს. შესაბამისად, ეს ანუ ჯერ სიმსივნური უჯრედია და მერეა მის გარშემო იქმნება ეს მჟავა არე და მჟავა გარემო და არა პირიქით. ამიტომ ის ილუზია, რომ სისხლს გავატუტიანებთ და ორგანიზმი გატუტიანდება და სიმსივნეებისგან ორგანიზმს დავიცავთ, ეს არ არის სწორი მიდგომა. შესაბამისად, ამ მიზნითაც სისხლის გატუტიანების მცდელობა არ არის მიზანშეწონილი. კი, აი ლიმონიან წყალს გამოვარჩევდი, მით უმეტეს თუ საშარდე სისტემის პრობლემები აქვს ადამიანს, ან კენჭების პრობლემები და რისკები აქვს, კი შესაძლებელია ნამდვილად რომ მიიღოს ლიმონიანი წყალი დღეში ერთხელ, დილით ან დღეში ორჯერ. ისიც უნდა მიიღოს ერთბაშად და არანელ-ნელა არ უნდა წრუყოს, რადგან კბილის ემალი შეიძლება დაიზიანოს. შესაბამისად, თლად უსაფრთხო ისიც არ არის და ასევე აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ გულწმარვა შეიძლება გამოიწვიოს და საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დისკომფორტი შეექმნას ესეთ ადამიანს. ფორთოხალი, ბანანი და ხილის და ბოსტნეულის მიღება, რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალი და საუკეთესო ვარიანტია. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა ორგანიზმის გატუტიანებაზე. ახლა ნათელი წარმოდგენა გაქვთ რეალურად რა არის ეს გატუტიანება და საჭიროა თუ არა და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის და ეს ცოდნა გონივრულად გამოიყენეთ. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ. თუ გაქვთ სურვილი დონაციების ანგარიშის ნომრები მიდევს აღწერაში და შეგიძლიათ გააკეთოთ დონაციები, თუ არ შეგიძლიათ, ეგ არ არის პრობლემა, უბრალოდ დალაიქეთ ან გამოწერეთ ან გააშერეთ არხი. თქვენი ნებისმიერი აქტივობა არხზე, არხის განვითარებას ხელს შეუწყობთ. მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ.